Რამოდენიმე წლის წინ ცნობილი კომპიუტერული გამომცემლობის Wired-ის ჟურნალისტი ევან რედკლიფი რედაქციის დავალებით გაქრა. ჟურნალის თავაზობდა მკითხველს $5,000, თუ კი ისინი ევანის ადგილმდებარეობას აღმოაჩენდნენ. ჟურნალისტი აკეთებდა ყველაფერს, რათა ვერ აღმოეჩინათ. ეკავდა ერთჯერადი ტელეფონით, გადააგდო ძველი საბუთები და აიღო ახალი, მოკლედ შეიჭრა თმა, მოუშვა წვერი, სოციალურ ქსელებში ახალი მონაცემებით დარეგისტრირდა, ერიდეობდა ქუჩის კამერებს და რაც თავარია ხშირად იცვლიდა ადგილმდებარეობას. მაგრამ მისი გაუჩინარების 25 დღეს მკითხველმა ის ახალ ორლეანში დაიჭერეს. შენ ხო ევან რედკლიფი ხარ? არა, ძმა გეშლება ვაცაში. უეჭველი? ის მაგათი. არა, ევან რედკლიფი ხარ. ევან, შენი ყველა სტატია მაქვს წაკითხული. აი ძალიან მაგარი რედაქტორი ხარ. ნახე შენი ტატუც გავიკეთე. ევან რედკლიფი. არა, ძმა გეშლება. ახო, მოდი. ეხლა კი გამოცანა. რა გააჩნდა ბებია თქვენს ისეთი, რაც არ გაქვთ თქვენ? პირველი ასო პომა და პერანგი, პრივატულობა. რა სჭირს 21 საუკუნეში პრივატულობას? ის უბრალოდ არ არსებობს. დღეს გამორთული ტელეფონიდან შეიძლება თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. Wi-Fi-სთან დაკავშირებით გზას უხსნით ბოროტ სურვილებს ყველაზე მგრძნობიარე მონაცემებისაკენ. ხოლო ბარათით გადახდილი ისტორია მოგიყვებათ ადამიანზე იმაზე მეც, ვიდრე მის ყველაზე ჭორიკანა მეზობელი. სხვათა შორის, ეხლაც არ არის გამორიცხული, ვინმე ვითომდა გამორთული ვებკამერიდან გითვალთვალებს. საინტერესოა, რამდენი თქვენგანი დაზარალდა ჯარედ აბრაჰამის ხელებისაგან. მოგეშინია ჯარეთი 2013-ში დაიჭირეს, მაგრამ ის დღესაც ბევრს აიძულებს ეჭვის თვალით უყუროს ვებკამერას. ვითომდა უწყინარი ჯარეთი დისტანციურად აღწევდა 150-მდე გოგოს კომპიუტერში და იქიდან მათი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალებს იპარავდა. დღეს კი ინტერნეტის თითქმის ყველა მოხმარებელი თავიანთ მონაცემებს 200-მდე სერვისს და მონაცემთა ბაზას ანდობს. სერვისი Do Not Track მოგიყვებათ ვინ ხართ და სად მდებარეობთ. საჭიროა მხოლოდ მათ საიტზე შეხვიდეთ. მაგრამ მაინც ისმის კითხვა, რატომ უნდა დავიმალოთ, ჩვენ ხო არ ვართ დამნაშავეები. არ ღირს მოვლენების დაჩქარება. შეიძლება ისე მოხდეს, პურის საყილად გასული სახლში წლების შემდეგ დაბრუნდეთ. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ხმაურიან ედვარდ სნოუდენს ეხება. ედვარდი მუშაობდა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაში, სანამ არ მოიპარა იქიდან 1,700,000 საიდუმლო ფაილი. შემდეგ უფროსს დაეთხოვა ეპილეფსიის მკურნალობის მიზეზით. დაემშვიდობა შეყვარებულს და გადაცხოვრდა ჰონკონგში, საიდანაც დაიწყო საიდუმლო მიმოწერა ცნობილ ამერიკულ გამომცემლობასთან. რა თქმა უნდა, ის იცავდა უსაფრთხოების ზომებს. დაცული VPN-ის ქსელი, ერთჯერადი ტელეფონები და რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა გარე სამყაროსთან. სნოუდენმა სოფლიოს გაუმხილა არგუმენტირებულად, რომ ამერიკის მთავრობა თითოეულ თავის მოქალაქეს უთვალთვალებს. სკანდალს მოყვა დიდი გამოხმაურება. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ედვარდის ძებნა. თუმცა მან მოახერხა, რომ 3 კვირა შეუმჩნეველი ყოფილიყო. შემდეგ კი მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. გამოიცანით აბასად? დიახ, რუსეთში. დღემდე იქაა და თავს კომფორტულად გრძნობს. სნოუდენის საიდუმლო გათვლაში, მოთმინებაში და დროის განკარგვაში გამომდინარეობდა, მაგრამ დამიჯერეთ ეგეც არ არის საკმარისი. საჭიროა თავიდან მოიცილოთ ყველაფერი, რასაც გააჩნია ელემენტები. მაგალითად, საშუალო სტატისტიკური smartphone გამოთვლილ მდგომარეობაშიც კი აგროვებს მონაცემებს თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, სანამ საბოლოოდ არ ამოვაცილეთ ელემენტს. ასე რომ პირველ რიგში საჭიროა მოიშოროთ smartphone-ები, პლანშეტები და ნოუთბუქები. გეოლოკაციურ თანამგზავრებს შეუძლია თქვენი მარშრუტი მეტრების ზუსტით ჩაიწერონ, ხოლო სატელეფონო ქსელურ კავშირს კი თქვენი ადგილმდებარეობის წამში გამოთვლა შეუძლიათ. პლასტიკური ბარათის მაგივრად კი მოგიწევთ ნაღდი ფულის ხმარება. ასევე რეკომენდირებულია უბრალოდ ჩაცმა, რაც უბრალოდ გაცვიათ, მით უფრო ძნელია გამოგარჩიონ კამერებმა. ეს უკანასკნელები კი თითქმის ყველგანა, ქუჩებში, მეტროში, ტელეფონებში. ღამე კი კარგი იქნება თუ კეფში ჩააშენებთ პატარა LED ნათურებს, რომლებიც კამერებისგან საიმედოდ დაგიცანთ. ძებნისგან თავის დაღწევა არ არის მარტივი დავალება. ზოგჯერ ვერ შველის მთლად უცნაური მეთოდებით. მე თქვენ მოგიყვებით ერთ კოლუმბიელ ნამდვილ ვაშკაც განგსტერზე. ჯოვანი რიბოლედოს, რომელიც წარმატებულად გაიქცა ციხიდან, შეუმჩნევლად ყოფნისათვის მოუწია 12,000 ფუტის დახარჯვა სილიკონის მკერდისა და დუნდულებისათვის. მან აგრეთვე შეიცვალა ვარცხნილობა და ჩაცმულობაც. ეს ბრიყი იმდენად შევიდა როლში, რომ ადგილობრივ ბორდელში მეძავად დაიწყო მუშაობა, როზალინდას სახელით. ოინო ვაშკაცი იყო, გაბოზდა, კაცურად გაბოზდა რა, კაცურად. თუმცა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ქალბატონში ამოიცნო ის განგსტერი და ციხეში დააბრუნა, სადაც ჯამში 76 წელი მიესაჯა.
იდეალურად გაქრობის კანონი მდგომარეობს სწორად ჩახლართულ კვალში. სწორად მიწოდებული დეზინფორმაცია კი წარმატების 99%-ია. თუმცა მოტყუება არც ესეთი ადვილია. საჭიროა გქონდეთ სამსახიობო ნიჭი და საოცარი მოტყუების უნარი, რაც თავარია კი მთლიანად უნდა შეცხოვრდეთ ახალ როლში. ასეთი უნარებით გამორჩეოდა კრისტოფ რაკანკური, ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო აფერისტი. კრისტოფი იზრდებოდა ბავშვთა სახლში და მალე გაიზარდა ისევე მალე, როგორც იშვა თავისი პირველი მილიონი. გაყიდა ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. რაკანკური იყო პათოლოგიური მატყუარი. საფრანგეთში სამეფო ოჯახში დაუმალოთ ასაღებდა თავს, კალიფორნიაში სოფი ლორენის ვაჟად და ნიუ-იორკში როკფელერის დაუმალოთ. ბუნებრივი ნიჭითა და მომხიბლაობით ის ადვილად იპოვებდა მდიდრების ნდობას. მის მიერ მოტყუებულთა სიას ამშვენებენ ისეთი სახეები, როგორც არის მიკი რურკი, ნაომი კემბელი და ჟან-კლოდ ვან დამი. სხვის სახელის მითვისება სერიოზული დანაშაულია, მაგრამ არსებობს უარესი, რომელიც უხსოვარი დროიდან პოპულარული, მაგრამ ძნელად განსახორციელებელი. საკუთარი სიკვდილის ინსცენირება. ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჯონ სტოუნჰაუსმა მაინც მოცადა ბედი. ერთ მშვენიერ მზიან დღეს ის მდინარესთან მივიდა, გაიხადა ტანსაცმელი და ღრმად შეცურა. მას შემდეგ საბრალო არავის უნახავს. თუმცა ავსტრალიაში ერთი თვის შემდეგ ბანკის თანამშრომლად შენიშნეს. საინტერესოა, რამდენი გარდაცვლილი დაიარება ამჟამად დედამიწაზე. სამწუხაროდ უცნობია, რამდენმა ადამიანმა მოახერხა წარმატებულად გაუჩინარება, თუ არა და როგორ იქნებოდა ეს წარმატებული. ყოველდღე მეცნიერები იგონებენ ადამიანის იდენტიფიცირების ახალ-ახალ მეთოდებს, როგორც არის სახის ოვალობა, გენეტიკური დეტალი, მიკრობული ანაბეჭდი და სატელიტიდან გადაღებული ადამიანის ჩრდილიც კი. დღეს არსებობს ისეთი საიდუმლო სერვისები, რომლის საშუალებით თქვენ უბრალოდ გადაგიღებენ ფოტოს, თუნდაც მეტროში. შემდეგ პროგრამა ამ ფოტოს ანალიზით აღმოაჩენს თქვენს პროფილს სოციალურ ქსელებში. როგორ გავქრეთ უკვალოდ? ამ კითხვაზე სწორი პასუხი დღითიდღე მცირდება. თანამედროვე ტექნოლოგიებმა პრაქტიკულად შეუსრულებელი გახადა ეს დავალება. მოდით, ისე ვიცხოვროთ, რომ გაქრობა არც ერთ ჩვენთაგანს არ მოგვიწევს. მანამდე კი არ დაგავიწყეს ჩვენი ახლის გამოწერა YouTube-ზე და ასევე დაალაიქეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე. დედამიწაზე ყინულის დნობას იწყებს 0 გრადუსზე ზემოთ. იქ ყინული 300 გრადუსამდეც აღწევს. საქმე იმაში, რომ გლიზეს იმდენად ძლიერი გრავიტაცია გააჩნია, რომ წყალს ზიმყარ მდგომარეობაში პრესავს. არსებობს აგრეთვე. მის წევრები აკეთებენ თამამ განცხადებას. 7000 მეტ სიღრმეზე სიცოცხლე არსებობს. მას შემდეგ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება გაჩნდა იმის შესახებ, რომ მარიანას ღრმულში ბინადრობენ არა მარტო დიდი რაოდენობის ბაქტერიები, უხერხემლოები და მოლუსკები, არამედ უზარმაზარი ზომების, დღემდე ამოუცნობი არსებები.